მეგობრებო, მოგესალმებით. ვემზადებით საბერძნეთში გასაფრენად. დღეს რა რიცხვია? 7 მარტი. ხო და იწყება ჩვენი ბერძნული თავგადასავალი. საერთაშორისო აეროპორტიდან აი შეხედე, ჩვენ ცნობილი ლოთი აგე. მივდივარ, ჩვენი ბერძნული თავგადასავალი იწყება და ესე აღვნიშნავთ. პურმარილი გავშალეთ ქუთაისის აეროპორტში გაფრენამდე რამ 1 საათ ადრე. მიდი და ესე. მეგობრებო, მოგესალმებით, ვიმყოფებით საბერძნეთში. თესალონიკში ვართ, დავიწყეთ ახლა ღამე სეირნობა, აი უკან მოდიან თამსვლელთა ჯგუფი. აი ხა მივდივართ არისტოტელეს მოედანზე ხალხო. მეგობრებო, ახლა კამარაზე გალერიუსის არკასთან, საიდანაც მოჩანს როტონდაც. მივიდეთ ახლა ღამის თესალონიკი, მეგობრებო, ვართ ცენტრში. აი მეგობრებო, თესალონიკში დიდი წლები ითხოვდნენ მეტროს და ესეთი ნაქალაქარები აღმოაჩინეს და აი ამის გამო დიდი ხანი მეტროს ვერ აკეთებდნენ. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ეს გახლავთ თესალონიკის ტრიუმფალური არკა, რომელიც თარიღდება 305 წლით გალერიუსის იმპერატორობის დროს. აი აქ თეთრად ნახეთ, მარმარილოებზე მოცემული არის გალერიუსის ბრძოლის გამარჯვებები სპარსელების წინააღმდეგ. აი ეს არის ტრიუმფალური თაღი. ეკა, მოდი, ეკა. აი შეხედეთ მეგობრებო, მისი გამარჯვებები არის აი აქ მოცემული სპარსელების წინააღმდეგ, აი. ეს არის ტრიუმფალური თაღი. აი. აი. აი მეგობრებო, პირდაპირ როტონდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც თავის დროზე იყო გალერიუსის განსასვენებელი, ეგრეთ წოდებული, მერე იყო მიაშენეს თურქული მინარეთი. ეხლა არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. აი ტრიუმფალური არკა ღამით. ესე გამოიყურება. მეგობრებო, ვიმყოფებით თესალონიკის ბულვარში. აი ეს გახლავთ ზონტიკების ინსტალაცია, ძალიან ბევრი ადამიანი მოდის აქ ფოტოების გადასაღებად. ჩვენ ახლა ღამის ქალაქში ვართ გამოსულების ასეირნოდ და აი ღამეც განახებთ როგორ გამოიყურება თესალონიკის ზონტიკები. აი ცნობილი ზონტიკები ფოტოებში რო უყურებთ ხოლმე. თესალონიკი ტყვეობიდან, თურქების ბატონობიდან გაანთავისუფლეს. აი ეს სისხლიანი კოშკი შეღებეს თეთრად, რომელიც არის თესალონიკის სავიზიტო ბარათი ხალხო. რო ჩამოხვალთ, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ. აი ესე გამოიყურება თესალონიკის თეთრი კოშკი, რომელსაც პატიმრებს წამებით კლავდნენ. რო იცოდეთ. მეგობრებო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ეს გახლავთ უკვე ღამის არისტოტელეს მოედანი. არისტოტელე ხალხო. წერა თითინახე გეხვეწები რა გადაცვეთილია. შეხედე, მიწაუსვი, მიდი. ჩაიფიქე. მეგობრებო, ესე გამოიყურება ღამის არისტოტელეს გამზირი. თესალონიკი. ვართ სალონიკებში. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ჩამოვედით სუროტიში, წმინდა პაისიათონელის საფლავზე და დედათა მონასტერში. ეს გახლავთ ივანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერი.
ძალიან ბევრი ხალხია, ეხლა შევალთ შიგნით. ნახავთ. მოვილოცავთ წმინდა პაისის. შემოვედით მონასტერში, არ საწამო. მონასტერია კაცო. შემოვედით მონასტერში, ეხლა პაისია თუ აგენახე რა მხელა რიგია ზევით. მეგობრებო, ვიმყოფებით ბიზანტიური ისტორიის მუზეუმში. ესეთი გამოფენები არის. აი გიორგა ნახეთ ათვალიერებს რაღაცებს. გიო გამოიწიე წამე გადავიღო ეგაც ვაჩვენოთ საზოგადოებას. ეს ახალგაზრდა სპორტსმენთა ჯგუფია ხალხი. აი ჩვენი მასწავლებელი. ბატონო. ხო, ბიზანტიის ისტორიის მუზეუმი. მეგობრებო, აკლდამა. ეს გახლავთ აკლდამა. მოდიშით ერთი წამი, მოდიში. გადავიღო ანახოთ ხალხსაც. აი აკლდამა. ეს არის სამლოცველო. არ არის, ხო, აკლდამა პრინცი, აკლდამა, ხო. აუ ნახე როგორი აკლდამები იყო, როგორ ადგილები.
ერთ წამი გაიწიელელა ბოდიში. ჩვენი ლამაზი მერი. ირინა გამოიწია ერთ წამი ბოდიში. ჩემი ყველაზე სიყვარული გააყოფილა. იასას. ეს გახლავთ თელს მუზეუმში ჩემი სიყვარული გააყოფილება. მუზეუმში ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი განყოფილება. აი სასულიერო პირების შესამოსელი. ლელა აი სასულიერო პირების შესამოსელი. ალექსანდრე მაკედონელის მონუმენტი. მყოფებით თესალონიკში. მეგობრებო, ვართ თესალონიკში, ნახეთ რა ამბავი ხალხი მოძრაობს თეთრი კოშკის მიდამოებთან. ანუ ვართ ახლა ცენტრალურ ბულვარში. ამინდი არის 20 გრადუსი. რომელსაც თავიდან ერქვა სისხლიანი კოშკი.
სადა? აუ, აგე გაიჩიტა. Короче, სოფო წავედით თეთრი კოშკი და მერე მაგითი ვისეირნოთ. აი მეგობრებო, ცხოვრება ჩქებს თესალონიკში. ეს არის თეთრი კოშკი, რომელსაც თავის დროზე მოიხსენიებდნენ სისხლიანი კოშკით. როდესაც თესალონიკი გაანთავისუფლეს თურქების ტყვეობიდან, შეუცვალეს სახელი და დაარქვეს თეთრი კოშკი. აქ პატიმრებს აწამებდნენ, წამებით კლავდნენ. ანუ ციხის ფუნქცია ჰქონდა ამ კოშკს. თეთრი კოშკის ციტადელზე აგერ წირო ქალბატონი მიდის, ჩვენი გიდია, ქალბატონი ეკა. განავრუნების დროს ნახავთ თუ გამოგდების. აუცილებლად. ავდივართ ციტადელზე. ამოვედით ხალხო თეთრი კოშკის ციტადელზე. აი ესეთი ხედი იშლება აქედან. ესეთი ხედი იშლება. მეგობრებო, მოგესალმებით, აი ეს გახლავთ აია სოფიას ტაძარი. ტრაპიზონში არსებული აია სოფიის ერთ-ერთი ასლი. ოღონდ ეს გახლავთ გაცილებით დიდი, ის არის გაცილებით პატარა. აი რასაც უყურებთ. ეხლა შევალთ შიგნით. აი წმინდა აია სოფიას ტაძარი. მეგობრებო, ღამის არკა განახეთ ტრიუმფალური გალერიუსის. ეხლა დღისისას განახებთ. აი შეხედეთ მისი გამარჯვების ფრაგმენტებია მოცემული სპარსელებთან ბრძოლაში. აი დღისით ტრიუმფალური თაღი ესე გამოიყურება ჩემო კარგებო გალერიუსის მიერ აშენებული. აი იქ მოცემული არის ფრაგმენტები მისი გამარჯვების სპარსელებთან ბრძოლაში. აი მეგობრებო, ეს გახლავთ როტონდა, რომელიც იყო გალერიუსის თვის განსასვენებელი. შემდეგ თურქების ბატონობის დროს ამას ედგა მინარეთი და უკვე როდესაც ათენმა გაანთავისუფლა თესალონიკი თურქების ბატონობისაგან, მინარეთი მოხსნეს და ესეთი ფორმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაც გადაკეთდა. აი ეს გახლავთ როტონდა, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. შიგნიდან ძალიან ლამაზია. მეგობრებო, მოგესალმებით, შემოვედით ახლა როტონდაში, რომელიც თავის დროზე გახლდათ გალილეოსის
მავზოლეუმი ან განსასვენებელი, რომელიც თვითონ ააგებინა თავისთვის. შემდეგ იყო ეს თურქების ბატონობის დროს მინარეთი ედგა აქაურობას და უკვე მოგვიანებით გადაკეთდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიად. აი ეს არის როტონდა. მეგობრებო, მოგესალმებით, ეს გახლავთ დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ეკლესია. ეხა შიგნით შევალთ, სადაც მიწისქვეშა მუზეუმია. თავის სამალავებით და ნახავთ ყველაფერს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ეკლესიაში. ეს ეკლესია დაარიგება მე-4 საუკუნე. მე-6 საუკუნის შემოქმედება. შიგნით ეკლესიაში არის თავისი სამალავები, შემოსევების დროს, სადაც ჩადიოდნენ და წირავდნენ და მსახურებას ატარებდნენ. დიმიტრი თესალონიკელი ითვლება ქალაქ თესალონიკის მფარველ ანგელოზად და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს ეს ეკლესია, უდიდესი ავტორიტეტით მთელ სალონიკში. ეხლა შევიდეთ შიგნით, უნიკალურ მოხატულობას ნახავთ და მიწისქვეშ ჩავალთ და ნახავთ სად იმალებოდნენ შემოსევების დროს. აი ეს დიმიტრი თესალონიკელის ეკლესიაში თვითონ აი ეს დიდებული მოგესალმებით დიმიტრი თესალონიკელის ეკლესიაში ვართ. მიწისქვეშ ჩამოსულები. აი ბრძოლების დროს ესე მიწისქვეშ ჩამოდიოდნენ თურქების ბატონობის დროს და აი აქ ატარებდნენ წირვა ლოცვებს. რომ არავის არ გაეგო. აი საკურთხეველი. ჩვენი ვიზიტორები. აბა ამის გარეშე როგორ წამეყვანეთ აქედან ეს ვარ გენახავთ. მეგობრებო, მოდით აქ შეხედეთ, ნახეთ რა სილამაზეა. მეგობრებო, აქ ლოცულობდნენ ძველი ქრისტიანები ხალხნა. ჩემი ვიზიტორებს დავაძალე აქ წამოსვლა, მეგობრებო. სოფო, ღირდა ჩამოსვლა. ეგრე ადიხარ ზევით ციცო. მეგობრებო, ვიმყოფებით დიმიტრი თესალონიკელის ეკლესიაში, მიწისქვეშა მუზეუმში. სოფორა გამალებით უყურებს ყველაფერს. აი მეგობრებო. წამოდი. აი მეგობრებო, ვიმყოფებით კარაბელაზე. ჩვენი მეგობარი მერი, ჩვენი მეგობარი ბელა და ირინა. აი ესე გამოიყურება ღამის თესალონიკი. არაბელადა. იმეგობრეთ გიოსთან და ნახავთ ამ სილამაზეებს. აი. აბა ახალგაზრდა მთავსველთა ჯგუფი. გიღებთ. აი ჩვენი გოგოები ხალხნო. აი ესე ციხედი იშლება ღამის თესალონიკზე. კარაბელადან, მაგრამ გემს ქვია არგო. წმინდა სტეფანეს მონასტერი ჩემო კარგებო.
ესე გამოიყურება ხა პატარა ხიდით შევალში. მეგობრებო, შევდივართ ახლა წმინდა სტეფანეს მონასტერში. აქ არის ორი კათოლიკონი, ანუ ეკლესიაზე მაქვს საუბარი, ერთი რომელიც თარიღდება მე-15 საუკუნით, ერთი რომელიც თარიღდება მე-18 საუკუნით. მეორე მსოფლიო ომის დროს ძალიან დაზარალდა ეს მონასტერი და თავიდან მოხდა ამისი აღდგენა. ვართ მეტეორებზე. აი ხედავ რომ მეტეორებზე მეგობრებო, წმინდა სტეფანეს მონასტერში. ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას მეტეორებიდან. ეს გახლავთ წმინდა სტეფანეს მონასტერი. მარშრუტკასთან ვარ თქო უთხარი. მარშრუტკასთან ვარ თქო. მეგობრებო, წმინდა სამების მონასტერია, ესე გამოიყურება. ეს არის ყველაზე რთულად მისადგომი მონასტერი, დიდი კიბეებია ასავლელი, 300 რაღაცა კიბეა თუ სწორედ მახსოვს. მეგობრებო, ყველას მოგესალმებით, გვაქვს 4 დღიანი ტური საბერძნეთში, ვიმყოფებით ახლა მეტეორებზე, ვართ პანორამაზე ამოსული ფოტოებისთვის. აი ესეთი ხედი იშლება პანორამებიდან, აი. მეგობრებო, ნახეთ რა ხდება დიდ მეტეორაში. აუ, რა რიგია, მერტო ჩემო. თამარა, გაიხედე რა რიგია. ახეთ მეგობრებო, დიდ მეტეორაში რა ხდება. აი ღვინის მუზეუმი. თამარ, მადლობა რა, გავსწორე. ვარლამის მონასტერი. ციცო, სოფო, ოიხედეთ. ჰა?
მეგობრებო, მოგესალმებით მეტეორებიდან. აი პირდაპირ არის მეორე დედათა მონასტერი, ისის დედათა მონასტერი გახლავთ. აი ესეთი ხედი იშლება, ჩვენ მე და ნონა ვართ ახლა პანორამაზე ამოსულები. მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ჩვენ ვიმყოფებით ახლა თესალონიკში, ერთ-ერთ გაჩერებაზე, რომელსაც არ დავასახელებ. და აი ნახეთ, როდესაც მეტროს თხრიდნენ ანტიკური საცხოვრებლები აღმოაჩინეს აი აქ, აი. მეტროში ვიმყოფებით ახლა. და ნახეთ, ხელუხლებელი დატოვეს ყველაფერი. აი. მეგობრებო, მოგესალმებით, ამოვედით ეფტაპიგილიოზე, რომელიც თავის დროზე იყო ციხე, აი ზევით, აი ის იყო ციხე, სადაც პატიმრები ყავდათ დამწყდეული. ეხა ავდივართ იქ ვართ ზედაქალაქში. აი ნახეთ როგორი სახლებია ზედაქალაქში. აი აგერ ჩვენი ქეთო, სოფო, ეკა, ციცო, აი მოვადექით გალავანს. ეხა შევალთ ხელმარცხნივ არკაში. პატარა აღმართს ავივლით და მოვედით ეფტაპიგილიოზე. ვიმყოფებით ეფტაპიგილიოს ციხის ციტადელზე, ანუ სადაც იყო ადრე საპატიმროები. აი ესეთ კარსერებში ყავდათ პატიმრები დამწყდეული, სადაც ახლა ირინა დგას. აი, რა ვიცი, ორადგილიანი, ერთადგილიანი კატასტროფა რა, ხალხო, კატასტროფა. აი შეხედეთ, აი სულ არის საპატიმროები, აი. ეხა ვალძევით გოგოებმა სურათები გადაიღონ. აი ჩემო მეგობრებო, ეფტაპიგილიოდან გამოხვალთ და ესეთი აი ესეთ ამას ქუჩას ჩაუყვებით, ესეთი პატარა სახლები ზედა ქალაქში. აი. ეხა მივადგებით ციხის გალავანს. მეგობრებო, ჩამოვედით ეფტაპიგილიოდან. აი ესეთი ამ გალავნის უკან ხალხნო არის კიდევ ქალაქი. აი ესე გამოიყურება ძველი თესალონიკი, აი. ნახეთ. მე ხა ამას ვეძახი ზედაქალაქს, ესენი ბერძნები სხვანაირად მოიხსენიებენ. ეხა მივალთ ლატადრონის მონასტერთან, აი პირდაპირ არის. აი. მეგობრებო, ჩვენ ავართ ახლა აია სოფიასა და არისტოტელეს შუაში. ეს არის ეკლესია, რომელსაც მიადგეს სავაჭრო მოლი. ტაძარი, რომელსაც მიადგეს მოლი, სავაჭრო მოლი. აი